რა უნდა ქნას ისეთმა ბავშვმა თუ ბუტია მეგობარს უნდა შეურიგდესო. ანუ თუ ჩვენ გვყავს ბუტია მეგობარი რა ვქნათ? მაგაზია ლაპარაკი? მოუბოდიშოთ, მაგრამ აი ბუტიასთან ურთიერთობა ეგრე ადვილი კი არ არის. ერთხელ მოუბოდიშებ, წავა და კიდე გაიბუტებ. ამიტომ მოდი მეორე მხრიდან შევხედოთ. არ უნდა გაიბუტ. ეხა ნახე როგორი ამბავი. დავუშვათ მე გავიბუტე რაღაცაზე. და აი გავბუტული ვარ და გავბუტული რო ვარ, მე თვითონაც არ მსიამოვნებს. ესე ვზივარ, ესე გავბუტული თან ესე ცალით-თვალით გამოვაპარებ. აბა რა ქნა, მოდიან რომ შენდობა მთხონ. არ მოდიან ისევ თავ ჩაღუნო ვარ გავბუტული ვარ და მე თვითონ მომბეზდება ეს გავბუტულობა და მე კიდე ვიჭყიტები, აბა ვინმე არ მოდის რომ კიდე მოდი მითხარ, მოდი არა უშო. რატო იტანჯავს თავს ბუტია ადამიანი? ქრისტიანი უნდა უწყინარი იყოს. უწყინარი იცი რას ნიშნავს, რომ არ იბუტება არასდროს. ეგეთი უნდა იყოს ქრისტიანი. მაგრამ ეგ ადვილი არ არის. ამიტომ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ბუტიაობა.